2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. მოგესალმებით. ეს ბლენდკასტია და ვიწყებთ ჩვენ შემდგომ ეპიზოდს. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელ სტუმარს ზურა ნატროშვილს, ბინა 37 მარანის და ბინა 37 რესტორნის დამფუძნებელს თბილისში. გამარჯობა. ქალაქის ცენტრში არის ადგილი, სადაც მიწისქვეშა ტრადიცია ცას უახლოვდება. 53 ქვევრი პირდაპირ ქალაქის შუაგულში. იდეა, რომელიც ბევრისთვის წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ ზუკასთვის ეს უბრალოდ იდეა არ არის. ეს ხედვაა, რომელიც დღეს რეალობად იქცა. მისი რესტორანი ბინა 37 განსაკუთრებული და უგემრიელესი კერძებით, ცასთან ახლოს მდებარე ქვევრებით და გარემოთი განსხვავდება ყველგან არსებული სხვა რესტორნებისგან. ზუკას ისტორია კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როცა მისი ოჯახი შოტლანდიას უკავშირდება. გამარჯობა ზუკა. მოგესალმებით. ზუკა, ვიცით, რომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თქვენს რესტორანს. საიდან მოვიდა ეს ისტორია? ან როგორ იდეა საიდან მოვიდა? საიდან წამოვიდა? როგორ მოიფიქრეთ, რომ სადღაც ცასთან ახლოს ამდენი ქვევრი აგეზიდათ? თუ როგორ იყო? კი ბატონო, მოგახსენებთ, ესე იგი ჩემი განათლება უკავშირდება მედიცინას, მაქვს მიღებული სამედიცინო განათლება და მიახლოებით 15 წელი ფარმაცევტული საქმიანობით ვიყავი, ფარმაცევტულ ბიზნესში ვიყავი ჩართული აქტიურად და როდესაც საქართველოში დაიწყო ეგრეთ წოდებული ნატურალური ღვინის რევოლუცია, ამან ვფიქრობ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა და მათ შორის ერთ-ერთი მეც გახდით, განსაკუთრებული და სხვანაირი სიყვარულით შემოვტრიალდით ღვინისკენ, უფრო მეტი პატივისცემით, უფრო მეტი დაფასებით და აი ამ პერიოდში მოხდა ჩემში ის ცვლილება, როდესაც წინამდებარე საქმიანობას დავანებე თავი და გადავწყვიტე და გამიჩნდა სურვილი, რომ დავკავებულიყავი ღვინის წარმოებით. მაშინ ცხოვრობდით საზღვარგარეთ. კი ბატონო, მაშინ ცხოვრობდით საზღვარგარეთ და ის კორპუსი, სადაც ეს მდებარეობს დღესდღეობით, კერძოდ ეს არის სადღაც ვეწისი, ხო? ვეწისი, გალობლიშვილის ქუჩაზე. გალობლიშვილის ქუჩაზე, გაგარინის მოედნის მიმდებარედ, იმ კორპუსში გქონდა ბინა, რომელიც ასევე ინტეგრირებული იყო სახურავთან. ანუ პირველი და მეორე სადარბაზო, პირველი სადარბაზო სახურავი ინტეგრირებული იყო მეორე სადარბაზოზე, მერვე სართულზე მდებარე ბინასთან და იქ გქონდა დაგეგმილი მაშინ ჩემი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელიც ხდებოდა 7 წლის, აუზის მოწყობა. და საბოლოო ჯამში ამ აუზში განთავსდა ზუსტად ის ქვევრები, რომლებიც დღეს არის. თიკო აღნიშნა რაღაც გარკვეული რაოდენობა და მასია, ხო? კი ბატონო, 43 ცალი ქვევრია განთავსებული. ქვევრი, ესეთი წარმოუდგენელია თბილისში ბინაში კონდეს ადამიანს მერვე სართულზე. და მათი ჯამური მოცულობა გახლავთ 10,8 ტონა ყურძნის გადამუშავება შეიძლება, ყველაზე პატარა ქვევრი მოცულობით გახლავთ 150 ლიტრი, ყველაზე დიდი 385 და ყველა ამ ქვევრში მოყოლებული 2016 წლიდან სრული ციკლით იწარმოება ღვინო. შვენიერი. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით, მაგრამ ვინაიდან ბლენდკასტში ხართ დღეს სტუმრად, ჩვენი ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ, თქვენი პირველი კვეთა ვისკისთან როგორ იყო? კი ბატონო, ეს ალბათ არის მიახლოებით 99-2000 წელი. მაშინ ვარ ესე 23-24 წლის. დავიწყე 99 წელს მუშაობა ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია GlaxoSmithKlineში და ერთ-ერთი კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი ყავდა ბრიტანელი, ინგლისელი პირი, რომელმაც გადმოგცა საჩუქრად მამაჩემი იყო ზოგადად პროვიზორი განათლებით, მაგრამ კარგი ტექნოლოგია იყო ამავე დროს და ძალიან კარგად ერკვეოდა ალკოჰოლურ სასმელებში, ძალიან უყვარდა. დამფასებელიც გახდათ და მოკლედ მან მოგვიტანა ოჯახში სტუმრობისას ვისკი, რომლის გემო ალბათ დღესაც არ დამოვიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ
მრავალი ვისკი არ გახსოვს, გაგვისინკი რომელი რობი დიუ ესეთი რობი დიუ არ დაგიმალავთ ვეძებე მე ესეთი ინტერესიც მქონდა რომ სადმე გვეპოვა მაგრამ მან თავიდანვე გამომფრთხილა იმ პერიოდში რომ ესო ჩვენი საოჯახო ვისკი გახლავთო შესაბამისად ნუ როგორც ხდება ერთ-ერთი წყაროს თავზე და იმ წყლის მეშვეობით შექმნილი წყარო უნდა იყოს და წყარო ახსენა წარმოიდგინეთ ახლა 2000 წელია და რა წყარო და საერთოდ რაზეა ლაპარაკი იმ პერიოდში ადამიანები დიმედროლით კლოფელინით და ასე შემდეგ გაჯერებულ ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმევენ ინტოქსიკაციაც ბევრია ფატალური შედეგებიც იყო სხვათა შორის ესეთებიც და ამ დროს ეს ადამიანი ამ ვისკით ხელში ჩვენთან ოჯახში სტუმრობისას და მე და ჩემი ერთი მეგობარი ვიყავით დიპლომატიაში ჩემი მეგობარი და ახლა ძალიან ცნობილი რესტორატორი და მამა ჩემი და ნუ რო გავსინჯეთ ამ სამ ადამიანმა არ ვიცი ახლა იგივე შემიძლია ვთქვა რომ მამასაც ძალიან ბევრი ჰქონდა გასინჯული სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი ჩემს მეგობარსაც თუნდაც დღევანდელი მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი ვიდრე მე და ნუ ალბათ ეს რობი დიუს გემო დღესაც დამამახსოვრებელია კი მოყვება და სხვათა შორის ეს ადამიანი გახლდათ გრანცის ვისკის მწარმოებელი ცნობილი ოჯახის სიძე რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ სხვათა შორის დატოვა ფარმაცევტული საქმიანობა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და გადავიდა ალკოჰოლის წარმოების ბიზნესში. საინტერესოა. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სპონსორია Glenmorangie, წარმოდგენილია სხვადასხვა რელიზები, აქ არის 21 წლიანი. მოდი ესე ვთქვათ, Glenmorangie. როგორც შოტლანდიელები იძახიან. წარმოდგენილია 21 წლიანი, 18 წლიანი, 15 წლიანი, 12 წლიანი და კლასიკური Glenmorangie-ის რელიზები. ჩვენ თაროებზე. ისევ ერთ კითხვას დაგისმევ, ისევ ვისკისთან დაკავშირებით. შენი დამოკიდებულება და შეხება. აი დღევანდელ ცხოვრებაში გვესმის რომ ამდენი ღვინოა და ღვინოებზე გადავალთ კიდე, მაგრამ რახან ისევ ბუდანკაში ვართ და ჩვენი მაინც მიმართულება არის ვისკი. აი მაინტერესებს პირველი კითხვა ესეთი მაქვს, აი როგორ ფიქრობთ, ვისკი როგორი სასმელია? კარგი კითხვა. საერთოდ ვფიქრობ, რომ ყველა სასმელი ალკოჰოლური ყველა სასმელი რომელიც არ უნდა შევარჩიოთ, თუ კი ის არის იმ სწორი მეთოდოლოგიით, იმ ნატურალური გზით მიღებული, ჩემთვის ეს არის ფილოსოფიისა და კარგი შრომის ბლენდი. აი, რადგან ჩვენ დღეს ბლენდკაში ვიმყოფებით, ხო? გამოვიყენებ ამ სიტყვას, ესეთი ნაზავი ბლენდი ზუსტად იმისა და ვისკი ალბათ კიდევ უფრო მეტად ახლა მე მაინც რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ჩემი შოტლანდიური გენეტიკაც ალბათ სადღაც სისხლძარღვებში ცალკე უნდა მოგვიყვეთ. მაგას დრო უნდა დაუთმოთ, რაღაცა დოზით ალბათ ეს არის მნიშვნელოვანწილად ერთგვარი თავისუფლებასთან ასოცირება, ბრძოლასთანაც ალბათ ასოცირება და როგორც ქართველებში ღვინის დატვირთვა არ არის მარტო თრობა და არის მათ შორის ყველანაირი კარგი ამბის, ცუდი ამბის, სიხარულის თუ ჭირვარამის გადატანის, გაზიარების აუცილებელი შემადგენელი ელემენტი, ვფიქრობ, რომ ვისკიც ასეთივე ტევადი სასმელია, რომელიც განსაკუთრებით ბრიტანეთის ქვეყნებისათვის არის გამორჩეული ისტორიული ამბავი. თქვენი პირველი რეაქცია როცა გაიგეთ თბილისში ტარდებოდა ვისკის ფესტივალი. სიხარული. გულწრფელი სიხარული, იმიტომ რომ ისევ აი პარალელს გავავლებ ღვინოსთან ურთიერთობაში, ხომ? ჩვენ ყველას ღვინო გვიყვარს და ალბათ ვფიქრობ ამაზეც მე რამდენიმე სიტყვით კიდევ აუცილებლად უნდა ითქვას ცალკე. ეს არის იმ ადამიანების, იმ ენთუზიასტების დამსახურება, რომლებმაც თავის დროზე თქვეს, რომ საქართველოში უნდა იყოს მაგალითად ღვინის ფესტივალი, რომელიც არ არსებობდა. წელს მე-17-ად გაიმართება, წელს მიიღეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება მისი
ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის ღვინის კლუბის დამფუძნებლის ცხონებული მალხაზ ხარბედიას სახელობის გახდა და ფიქრობ კი მეც აი წრემლები წრემლები მომადგა და ეხლა საკმაოდ ემოციურია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ეს არის ზუსტად მისი სახელის უკტავყოფა, რისთვისაც და არა მარტო ასეთი იყო მალხაზეს ცალკე ვფიქრობ სასაუბრო თემაა, მაგრამ სანამ საქართველოში იქნება ღვინო და იქნება დიდხანს ღვინო, სანამ იქნება ფესტივალი, ყოველთვის იქნება მალხაზის სახელიც. აი, როდესაც პარალელი გავატარე და მათ შორის ახლა თქვენს გაგიცანით და იგივე თქვენი თანამოაზრეები ვისკის მოყვარულები, პირველივე იდეა გინდა არ გინდა ჩნდება, რომ აი ის დიდი სახალხო ზეიმი, ის დიდი სახალხო ფორუმი, როგორიც ღვინოსთან მიმართებაში არის ფესტივალი და უკვე არა მარტო ერთი ფესტივალი, რამდენიმე ფესტივალი არსებობს, ასეთივე ფესტივალი ვისკის მოყვარულთათვის იქნებოდა ძალიან კარგი, რომელიც გაიმართა თბილისში, პირველიც და მეორეც ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მეორე განსაკუთრებით იყო უკვე მასშტაბური. პირველი ძალიან განსხვავებული იყო, იმიტომ რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, მე ასე ვფიქრობ, რომ პირველი შეიძლება ყოფილიყო ხარისხობრივადაც და მრავალწახნაგოვანი, საინტერესო. და მეორე იყო უკვე ბევრად მასშტაბური და იქ იგრძნობოდა დიდი ზეიმი. ზუკა, შენი ოჯახი უკავშირდება შოტლანდიას. კი ბატონო. თუ გაქვთ რამე კავშირი მათთან და აი როგორი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ვისკისთან. თუ არაფერ შუაში იყო ეს, თუ როგორ პრინციპში ესე იგი რაც შეეხება ჩვენს ერთგვარ გენეტიკურ კავშირს შოტლანდიასთან. წეგან როდესაც გლენ მარიზე იყო საუბარი, ჩემი ბებია გახლდათ უფრო სწორად, გარდაცვლილია, გახლდათ მარის ქალი, როგორც თვითონ ამბობდა. ესენი იყვნენ გრაფი მარები და იყო მათ შორის ნიკო მარის შთამომავალი, მისი ძმის შტო გახლდათ და შესაბამისად აი ეს გენეტიკური ბმა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ბებიას, სხვათა შორის რომელიც იყო ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგი 30 წლიანი სტაჟით და ასე შემდეგ, აი ეს არის ალბათ ძირითადი კავშირი. ნუ დანარჩენი რაც შემიძლია ვთქვა, ახლა ჩემი ინფორმაციით, მიახლოებით 50-მდე მარი ცხოვრობს საქართველოში და ესენი არიან ყველანი პრინციპში ერთმანეთის და ჩვენი ნათესავები. უბრალოდ ჩვენ ვართ მათი ნათესავები. ძალიან ისეთი საინტერესო ამბებია დაკავშირებული იგივე აჭარასა და გურიაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ მათ ბინა გურიაში დაიდეს ძირითადად და შესაბამისად იქ ჩაის კულტურის განვითარება იყო თუ სხვადასხვა მევენახეობის კუთხით ჯიშების განვითარება, აგრონომია და ასე შემდეგ, ზუსტად ეს ბებიას უშუალო წინაპრების დამსახურება იყო. მაშინ დაუბრუნდებით ბინა 37-ს. კი ბატონო. ვიცი რომ განსაკუთრებული სტუმრები ყავს ყოველთვის. ესეთი შეკითხვა გვაქვს ხოლმე ჩვენს ბლენდკასტში. ხომ ვერ გაიხსენებ რაიმე საინტერესო ისტორიას, ან შემთხვევას, ან სტუმარს, რაიმე ეს რაც ჩვენი მსმენელისთვის საინტერესო იქნებოდა. რომ გითხრათ სიმართლე, ცოტა მიჯერს. აი ერთ იმას ვიხსენებ ახლა ისტორიას არის ასეთი ძალიან ცნობილი ჟურნალი Food and Wine Magazine და ნუ ეს არის რა ვიცი ამ სფეროში ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ავტორიტეტული და დამიკავშირდა ირაკლი ჩოლობარგია, რომელიც მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ღვინის ეროვნულ სააგენტოში. მეუბნება ზურა დღეს თუ ხარ სახლში, ირაკლი 3 წელია მე მგონი ბაზრის გარდა არსად არ წავსულ ვარ თქო. სტუმრები უნდა მოვიდნენ, კი ბატონო, თუ იქნებიან ოჯახის წევრები, კი ბატონო, ბავშვიცო შეიძლება, კი ბატონო, იმიტომ რომ რაღაც ისო და ვინ არიან ჩვენი სტუმრები მეთქი და რომ ესე თქვა ვიღაც ფოტოგრაფები არიან ჩამოსულებიო რა თუ კაი ბატონო ვიღაც ფოტოგრაფები დაურეკეთ ჩემს ბიჭებს მეგობრებს მე ვთხარ რაღაცა სიურპრიზი გავუკეთოთ საინტერესო სტუმრიანობა გველოდება მეთქი და ვითომ თქვენ გვერდით მაგიდასთან სხედხართ და ისე მოულოდნელად აბსოლუტურად 15 წუთის მერე ნუ მრავალჟამიერით დაიწყეს რა თქმა უნდა და მოვიდნენ ადამიანები 5 ადამიანი მოვიდა კიდევ ერთხელ აი 35 ტელევიზია თქო მიახლოებით ნამყოფი ესენი მოვიდნენ ძალიან გამორჩეული ტექნიკით, აღჭურვილობით.
მუშაობის ისეთი ტექნიკა ჰქონდათ, რომ პირდაღებული უყურებდი რეებს აკეთებდა ეს ხალხი. აი მესი იყო რა პრაქტიკულად მოსული ფოტოგრაფიაში, ფოტოგრაფიაში. გუნთან ერთად და ბოლოს ესე დელიკატურად მითხრეს, რომ ეს კაცი აქ რო არისო მოსული, არის ვინმე რეი აილი რა და ეს რეი აილი გავიდა მერე წლები და ეს არის ედიტორ ინ ჩიფი ამ ჟურნალის და მეგობრებო ვი ფოტოგრაფები მოვიდი გასაგებია რეი აილია საქართველოში ჩამოსული და 2 წლის მერე წავიკითხე ამ ადამიანის უпростоრად გამოკითხვა 100 ყველაზე დიდი გავლენის მქონე the most influential 100 პერსონა მე-9 ადგილზე იყო ამერიკაში ეს კაცი დასახელებული და ქართული და საქართველოს მეღვინეობის შესახებ სტატია იწყება და ირაკლის ეს ისტორია და ეხლა მე დღესაც მერიდება და მწვენია რომ იმდენად წინ არიან ის სხვა ადამიანები, რომლებსაც იქ ეკუთვნოდათ, მაგრამ იქ არიან ბევრი ადამიანები მოხსენიებული, ვინც შექმნეს ეს ისტორია, თუნდაც თანამედროვე, მაგრამ აი ესეთი ისტორია იყო და ძალიან ესეთი საინტერესო ამბავი იყო რა, როდესაც ეს ხალხი გსტუმრობდა, მე ჟურნალები ჩამომიტანა ჩემმა მეგობარმა, რომელიც გსაუბრობდა ამერიკიდან და სრულიად შევთხოვით იპოვდა. და თურმე შეყოფილიყარო და ირაკლი. აი ძალიან საინტერესოა. ესეთი Hi, here we have our bourbon barrels. This is the classic style of cask we have here at Glen Murray. These help to provide a wonderful, rich, sweet vanilla character, hints of citrus, and a little bit of vanilla. Slange. ობიექტურად თვითონ იმ ბინაში, აი იმ სივრცეში, პირველად ღვინის დაწურვა მოხდა, უბრალოდ ყურძნის დაწურვა მოხდა 2015 წელს. ვიყიდეთ 5 სხვადასხვა დასახელება ყურძენი, ჯამში 4 ტონა. დაუკავშირდით კლერტგამცლელი ყურძნის საჭყლეტი აპარატის მფლობელ ერთ-ერთ პატარა ჯგუფს, რომლებიც მოვიდნენ ლიფტით ამოიტანეს მერვე სართულზე ეს აპარატი ძალიან გაკურვებულებმა თქვეს კიდევაც რომ ყველგან ყოფილვართო მაგრამ მერვე სართულზე ნამდვილად არ ყოფილვართო და აი ზუსტად იმ სივრცეში რომელიც იყო ეგრეთ წოდებული შავი კარკასის სტატუსით რა არანაირი რემონტი ჯერ არ იყო ჩატარებული შეიქმნა ეგ პირველი ღვინო რომელიც შემდეგ წელს მაისში 2016 წელს და ტრადიციულად ეს ჩვენი ფესტივალი იმართება ხოლმე მეორე შაბათი გახლავთ მაისის და წარვადგინეთ ამ ღვინის ფესტივალზე. ნუ რეგისტრაცია გავიარეთ, პატარა ესეთი მაგიდა გამოყოფილი, სადაც ყველა მონაწილე შეუძლია თაცმიდის ფესტივალი 2016 მეორე შაბათი. მოკლედ ამ კახეთის რეგიონში გაგვანაწილეს ლოგიკურად, იმიტომ რომ მქონდა ორი ღვინო წარმოდგენილი, მაშინ ქისი, ქარვისფერი და საფერავი. ნუ ვართ ახლა კახელ მეღვინეებთან ერთად, გვეკითხებიან აბა საიდან ხართ, ვინ ხართ, როგორ ხართ? გალობლის სართულიდან. პასუხი იყო რომ ჩვენ ვართ ნუ პრინციპში თბილისში, ნუ თბილისი მაინც ახლა ესეთი ის არის საინტერესო მომენტი ახლა კიდე არის ურბანული ეს მეღვინეობის სხვადასხვა ისტორიები. ჩვენამდეც იყო სხვათა შორის, მაგრამ ნუ რაც არ ყოფილა არასოდეს გვეკითხებიან ახლა სად იყო ჩვენი ვენახი და ახლა ეს ვენახი სოფელ ჯიღაურაში მიწის ნაკვეთი ახლაც მაქვს და იქ ვფიქრობდი საერთოდ გამეკეთებინა როგორც მარანი ანუ კლასიკური წესით ყველაფერი მარანი იგივე სივრცე სადაც სტუმრების მიღება შევძლებდით სამომავლოდ იმასაც ვფიქრობდი რომ სტუმართა მიღებისთვის პატარა სასტუმრო სახლიც ქონოდა და მოკლედ ეს ამბავი იწყებოდა ასეთნაირად და გვეკითხებიან ახლა ეს კახელები რომ კი მაგრამ სად არისო ეს თქვენი ვენახიო და მე ვთხარ ბატონ ჩემო ვენახი ვაპირებდით კახეთში შეძენას მაგრამ არ ვიყიდეთ ჯერჯერობით და სამაგეროთ ეს ყურძენი შევიძინეთ ესეთი პირველი წელია მხოლოდ ყურძენი შევიძინეთ ნუ კარგი ახლა მთლად არ გაუხარდათ ეს ამბავი მაგრამ ეს ყურძენი სადღაც ხომ და დავარგდეთ მე გვეკითხებიან სად არის ახლა ეს მარანი ნუ ელოდებიან რომ კახეთ ვეუბნებით არა თბილისში კარგი ბატონო ესეც გასაგებია ახლა გაგრძელება იყო რომ ბინა 37 რანაერად იყო კავშირში საერთოდ ღვინის წარმოებასთან და ბოლოს რო უთხარით რომ ეს ბინა 37 გახდათ ნამდვილად და ეს სახელმწიფო რეესტრით რაც იყო ჩვენზე მონიჭებული ეს ნომერი 37 ბინამ გალობლიშვილის ქუჩაზე 5 ნომერში მერვე სართულზე
კახელები ცოტა არ იყოს გაბრასდნენ. და მოკლედ დაგვისვა შეკითხვა, რამდენად იყო კავშირში და რანაირად იყო საერთოდ კავშირში ეს ბინა 37 ღვინის წარმოებასთან, მარანთან, ვენახთან, ყურძენთან და ასე შემდეგ და როდესაც უთხარით, რომ ობიექტურად ჩვენ ის გეგმა რაც გქონდა განსახორციელებელი შემდეგ წელს და პირველი ჩვენი გამოცდილება ამ სივრცეში მოხდა დიდად არესია მოვნათ. მაგრამ რადგან გავასინჯეთ ღვინო და ჩვენი ღვინო ქონდათ გასინჯული, შეგვაქეს, მოკლედ შეგვაქეს, მოეწონათ და როგორც იტყვიან, მიგვიღეს ოჯახში. და რომ გითხრათ სიმართლე, ესე იგი ამ ფესტივალის წინა ღამეს არ მძინებია საერთოდ, ერთგვარი ალბათ რომ გავიხსენოთ, აი 1 სექტემბერს სკოლაში წასვლის, აი ეს კლასელებთან შეხვედრის, იგივე სკოლაში დაბრუნების, პედაგოგების ნახვის ემოცია ეთყობა, არ ვიცი რა მანერვიულებდა, ვერ გეტყვით ახლა მეცინება ამაზე, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ემოცია, რომელმაც პირველი იყო, განსაკუთრებული ემოცია იყო და იმ საღამოს, როდესაც დასრულდა ფესტივალი, 6-ზე დასრულდა, სადღაც 9 საათამდე სანამ ჩავალაგეთ, მოვედით სახლში, ვივახშმეთ და ღამეც ასევე თითქმის არ მძინებია და ღამე გამიჩნდა იდეა, რომ რატომ ჯიღაურაში მოდი ვცადოთ და ეს ყველაფერი გავაკეთოთ სადაც განსაზღვრულია იმ სივრცეში, სადაც განსაზღვრულია აუზი ირაკლისთვის და მოკლედ მეორე დღეს ეს იდეა ირაკლის როგორ უთხარი ეს ამბავი? ირაკლის გეტყვით უფრო აი ერთ ისტორიასაც ვიტყვი, როდესაც ეს როდესაც ეს იდეა გაუმჟღავნე მეგობარმა მირჩია რომ მივმართოთ ექიმსო. ახლა მეც ექიმი ვარ განათლებით, ოჯახის წევრები უამრავი არიან ექიმები განათლებით. ბიძაჩემი ფსიქიატრია და კი უთხარი ყავს პატრონი, ასე ვთქვათ, ბიძაჩემის სახით, არა მარტო ოჯახს არამედ უფრო ფართო მასშტაბის პატრონი ყავს მეთქი და თუ საჭირო იქნება, იმას გავესაუბრებით ამ თემაზე და მოდი ახლა ვიფიქროთ იმაზე, ობიექტურად როგორ მოვახდენდით ამ ყველაფრის რეალიზებას. და პრინციპში ისეც მოხდა, რომ 2016 წლის 1 ივნისი იყო, გავფრინდი ერთი თვით ჟენევაში, დავბრუნდი 1 ივლისს და ნოემბერში უკვე დასრულებული ჰქონდა სრულად რემონტი. ჯიღაურა ჩაანაცვლა ამ იდეამ. კი, 53 ცალი ქვევრი იყო უკვე ატანილი სახურავზე და განთავსებული. მიღებული იყო რთველიც, ჩატარებული იყო რთველიც და უფრო მეტიც მაშინ გქონდა ეს სახლი, ჩემი ძმის სახლი ზუსტად იმავე უბანში, მეზობელ ქუჩაზე, კერძო ტიპის სახლი გახდათ და თქვენ ანახი გაქვთ ის აუზი რამ ხელაც არის, მიახლოებით იმ ხელავე მიწა, ამოღებული იყო გიორგის ჩემი ძმის ეზოში და იქ უკვე კლასიკურად 9 დიდი ქვევრი იყო განთავსებული, ყველაზე პატარა 700 ლიტრი იყო, ყველაზე დიდი 2 ტონა და 200. და იქაც 15 ტონა და აქ 11 ტონა თითქმის, აი ეს 11 ნაირსახეობა ყურძენი სხვადასხვა კუთხიდან, კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან ჩამოვიტანეთ და პირველი გამოცდილება იყო ეს. ანუ სხვადასხვა სახეობის ყურძნები? კი ბატონო, იმიტომ რომ ჩემი იცით როგორ იყო იდეა, ახლა მე ცოტა შეიძლება გამოვიდა ისეც რომ მადაჭამაში მოდისო, მაგრამ ლოგიკურად და რისი ნაკლოვანებად შეიმჩნეოდა ქვეყანაში და იდეაში ეს დღესაც ასეა, ეს იყო ღვინისა და კერძის დაწყვილების კარგი ამბავი. ეს ეგრეთ წოდებული wine and food pairing-ი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ დღესაც მოიგოჭლებს და მაშინ აი ამ იდეას ფიქრობდი, რომ განვახორციელებდით უკვე, ასე ვთქვათ, სარესტორნე და მარნის მეგობრობის ამბავში და ამან გამოიწვია ის, რომ იმავე ბინაში, იმავე სივრცეში შევქმნით ესეთი სივრცე, სადაც სტუმრების მიღებაც იქნებოდა შესაძლებელი. რომელთაც ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ. რაღაც ახსენე, რომ 43 ქვევრი ავიტანეთო და 42 ქვევრი გვაქვს დღეს, ხო ესია? არა, 43 ქვევრი. და როგორ გაუმხილეთ ეს ამბავი ბავშვს, რომ ბასენი აღარ ეკნებოდა? ირაკლისთან ამბავი იყო ესეთი, ალბათ ეს ისტორია შეგვიძლია აი თქვენ რომ ბრძანეთ ერთი საინტერესო ისტორია გავიხსენოთო, თან დღეს უკვე აქტუალურია უფრო მეტად, იმიტომ რომ ირაკლი მაშინ 7 წლის ხდებოდა და ეხლა 17 წლის არის და
ეს სრულწლოვანებამდე სულ რამდენიმე თვე ცოტა გვიკლია. აკელია. კი ბატონო, ისტორია იყო ასეთი, რომ უთხარი ხა პატარა ბავშვია, რა უნდა უთხრა ხომ, ახლა აუზი, მამამ რომელიც აბსოლუტურად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, გადაწყვიტა რომ ღვინით ფარმაცევტმა მამამ გადაწყვიტა ფარმაცევტმა აუზი არა, შეუძლეს ბიზნესმენმა, ქვევრები. იმიტომ რომ ფარმაცია მაინც უფრო კიდე სპეციფიური სხვა სიმაღლეა, მოკლედ ბიზნესმენმა მამამ გადაწყვიტა რომ ბავშვს გაუქმა აუზი. გაუქმოს აუზი. ამოუცო ეხლა ეს როგორ უნდა ქვევრები. აუხსნათ ბავშვი, როგორც ის არის, მეუბნები ბავშვი ხა არის ჩვენ 7 წლის. სტუმრებს, რომ მამამ თქვა, აი ნახეთ როგორი რაღაცა გააკეთა, რომ ჩვეულებრივ აუზის ნაცვლად ღვინის აუზი გააკეთა თქო და ეცინება ამაზე ყველას და ირაკლის ეს იდეა რომ უთხარი მაშინ იყო ზუსტად რომ გავემგზავრეთ ტყემლოვანაში, ზემო იმერეთში, სადაც ქვევრების შეკვეთა გავაკეთეთ, გვინდოდა გვენახა პროცესი როგორ მიმდინარეობდა, გავხდით კაპანაძეებთან, სადაც ეს ჩვენი ქვევრები დამზადდა და როდესაც გაიგეს მათ შორის მაგალითად რომ ეს იყო ირაკლის თქვენ ხარ ჩემი ბატონი აუზს ყოფილი და ახლოვდებოდა ირაკლის დაბადების დღე 14 ივლისი მის სახელზე სიმბოლურად ესეთი ლურსმნით დააწერეს კიდეც ქვევრზე ყელზე 1407 კი ბატონო ეს ციფრი არის ამოტვიფრული დღესაც ჩანს და საინტერესო ისტორია იცით რაში მდგომარეობს რომ მოკლედ ჩვენ ცხოვრობდით მანამ სანამ ამ კორპუსს ავაშენებდი სადაც ბინა 37-ია თქვენთვისაც მოყოლილი მაქვს ეგ ისტორია გვერდით არის ოდესის ქუჩა ზუსტად ესეთი პერპენდიკულარული ქუჩა არის და ზუსტად ამ ჩვენი კორპუსიდან 300 მეტრში იყო ჩვენი სახლი ერთ-ერთი ჩვენი სახლი სადაც კორპუსის აშენებამდე ცხოვრობდით რა და ირაკლი პატარა იყო ჰქონდა ყულაბა და ნუ როგორც ყველგან ხდება ყველა ოჯახში ამ ყულაბაში ყველა თავის ისეთ მოგრძალებულ წვილს შეიტანდა ხოლმე და ნუ ეს ერთ-ერთი გადმობარგებაა უკვე გადმოვდივართ აქეთკენ მაშინ მე-7 სართულზე გქონდა ბინა, სადაც ჩემი მშობლები და ჩვენ გადმოდიოდით და გადმოტანის პერიოდში გადმოვიტანეთ რა ეს ყველაფერი, მისი სათამაშოებიც, ნივთებიც, ესეც მოკლედ ყულაბა სადღაც გაიბნა. და გავიდა რაღაცა პერიოდი და ესე იგი სარემონტო სამუშაოებს ვაწარმოებთ უკვე ბინა 37-ისთვის მერვე სართულზე განკუთვნილ ფარჩი და ჩვენმა მუშებმა შემთხვევით იპოვეს ყულაბა. რომელიც იდო რომელიღაცა პარკში. ნუ ეს ყულაბა აიღეს და სხვადასხვა აზრი გამოითქვა, აბა რამდენი იქნება ფული და ნუ გაგვიხარდა ჩვენ ახლა ვიპოვეთ ყულაბა და ნუ ვეუბნები რომ სიმბოლურად ალბათ სადღაც 100, ნუ 100 რაღაცა ლარი იქნება, ნუ ზოგმა ნიძლავი და ასე შემდეგ ამგვარად გავტეხეთ ყულაბა, აღმოჩნდა 504 ლარი. ესე იგი აღმოჩნდა 504 ლარი. ირაკლის მოგროვილი. ეს არის ირაკლის კუთვნილი თანხა და ზუსტად ეს ის საფხულია, როდესაც ირაკლი მის თანაკლასელებთან ერთად მიემგზავრებიან თურქეთი აქვთ გადაწყვეტილი, უნდა წავიდნენ თურქეთში და დედებთან ერთად მიდიან და სამწუხაროდ მაშინ მოხდა ტერაქტი თურქეთში და ამის გამო ეს ინიციატივა გაუქმდა და ბავშვებს ახლა გული რო არ დაწყვეტოდათ ირაკლის უთხარი რომ მამათქო ეს არის შენი თანხა შენი პირადი თანხაა 504 ლარი და რაც გინდა ამითი შეგიძლია ის გააკეთო ოღონდ მინუს ტანსაცმელი და მინუს სათამაშოები იმიტომ რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და აი შენ მოიფიქრე რა შეგიძლია გააკეთო მეთქი მე გთავაზობ რომ ეს თანხა სავარაუდოდ შენს მეგობრებთან ერთად იქ უნდა გართობაში დაგეხარჯა და შეგვიძლია რაღაც ალტერნატიული მოვიფიქროთ საქართველოს ტერიტორიაზე გავაკეთოთ და ერთ-ერთი ვარიანტი იყო კიდე რომ ნუ არ ვიცი აი შენ ჯიბის ფულადაც გამოიყენე თუ გინდა და მესამე უთხარი ინვესტირება ესეთი აი ამ სიტყვით ინვესტირება 7 წლის ბავშვი უნდათ ინვესტირება კი და რა თქმა უნდა ხა ბავშვი მეკითხება ლოგიკურად რას ნიშნავს ინვესტირება არ იცოდა და შევეცადე ამეხსნა ძალიან ისეთ მარტივ ენაზე და მეთქვა რომ აი ეხლა ჩვენ მივემგზავრებით ზუსტად ვაპირებთ წასვლას ტყემლოვანაში ხედავ შენც უკვე რომ მიახლოებით აქ ფიქრობთ რომ ქვევრები განვათავსოთ მე ასევე ჩემს თანხას ვაპირებ რომ ჩავდო როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე შემდეგ ყურძნის შეძენაში და ამ ყველაფერში და მინდა შემოგთავაზო თუ გინდა შენც აი ეს თანხა ჩავდოთ ამ თანხით შენ შეგიძლია ბიზნესში ბიზნეს პარტნიორი. კი ბატონო, შენ შეგიძლია უთხარი იყიდო ქვევრი მიახლოებით აი პირობითად სადღაც 200 ლიტრი ტევადობის და ამ 200 ლიტრი ტევადობის ქვევრისთვის შესაბამისი რაოდენობა ყურძენი. და კითხა რომელსო თეთრიო თუ წითელიო და
მეოთხარი, მოკლედ თეთრი უფრო იაფი ღირს, მარტივად რო გითხრა თქო, კაციტელი მაგალითად შედარებით იაფი ღირს, საფერავი უფრო ძვირი ღირს. მაგრამ ღვინო და ღვინო მეოთხარი ღვინო ასევე ლოგიკურად. საფერავი უფრო ძვირი ღირს. ეს მოეწონა. მეოთხარი, ოღონდ ერთი პირობა აქვს ბიზნესს და ნებისმიერ ინვესტიციას, მათ შორის შეიძლება მამასაც არ გამოუვიდეს თქო რა, ახლა ეს პირველი გამოცდილებაა და კარგი გამოცდილება. წინასწარი ცოდე მეთქი რომ შეიძლება ეს არ გამოვიდეს და მათ შორის როგორც ჩემი ფული დაიკარგოს, ჩადებული ამ კონკრეტულ მოსავალში და ღვინოში ასევე შენიც თქო. დამთანხმდა მაინც გავაკეთეთ ეს ამბავი. რომ გაიგეს ტყემლოვანაში როცა გითხარით რომ ეს მისი ამბავი იყო, მისი ქვევრი იყო და ეს ყულაბაც უკვე იქ რომ მოვყევით, კიდე ერთი ქვევრიც აჩუქეს და ამან მოგცა საშუალება რომ აქ დაზოგილი თანხა ყურძენში ჩაგვებანდები და მეტი ყურძენი შევიძინეთ. მოკლედ ვიყიდეთ ეს ყურძენი. უკვე მოგება ნახა. კი ბატონო და სანამ მოგებას ნახავ და პროცესი დაიწყო და გავაკეთეთ ღვინო. შესაბამისად 18 თვიანი მიახლოებით 18 თვიანი ციკლი დაგვჭირდა იმისთვის რომ ეს ღვინო გაგვეყიდა. ახლაც მახსოვს პირველი იტალიელი მეღვინე, რომელიც იყო სტუმრად ჩვენთან, რომელმაც ხელიც კი მოუწერა 10 ევროიან ბანკნოტაზე და ერთი ბოთლი ეს წითელი ღვინო სიმბოლურად შეიძინა და ირაკლის ასე ვთქვათ ღვინო და 18 თვის თავზე მე ირაკლის გადავეცი თანხა. ეს იყო 1500 ლარი. 1500 ლარიდან შემდეგ წელს დავაბრუნეთ ინვესტიცია ისე ბიზნესში 1200 ლარი, 300 ლარი მეოთხე შენია რაც გინდა გააკეთე. 1200 ლარი ინვესტირების პირობებში უკვე ქვევრები შესაძენი არ იყო, მე მეტი ქვევრი დაუთმე და მორიგი 18 თვიანი ციკლის შემდეგ 18000 ლარი მივიღეთ შემოსავალი, რომლითაც იმ წელს გადავიხადეთ მისი სწავლის თანხა. და ეს გამოვიდა ასეთი ბიზნესი და ზუკა ძალიან საინტერესო ისტორია იყო, მადლობა ესეთი საინტერესო ისტორიისთვის და ჩვენ გვაქვს ესეთი ბლიც კითხვებს ვეძახით. გისმენთ. დაგისმევთ. გადავიდეთ ბლიცზე. კი. ღვინო თუ ვისკი? ვისკისადმი დიდი პატივისცემის და მიუხედავად ღვინო. შოტლანდია თუ საქართველო? საქართველო. ოღონდ შოტლანდიაში ყოველთვის დიდი სიამოვნებით. ქვევრი თუ კასრი? ერთმნიშვნელოვნად ქვევრი. ბატონო, ქალაქი თუ სოფელი? ესე იგი, მე მაინც გეტყოდით ჩემს აზრს, რომ ალბათ ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელი. სოფელი. დილა თუ ღამე? ალბათ უფრო ღამე. დიდი სუფრა თუ პატარა მაგიდა? დიდი. ვისკი შებოლილი თუ შეუბოლავი? შებოლილი. და ჩემი ესეთი ბოლო შეკითხვა მექნება, ერთი ბოთლი განსხვავებული თუ ბევრი სხვადასხვა? აი ღვინოზე ვიტყვი და ანალოგიური ლოგიკა არის ჩემთვის ალბათ ვისკთან მიმართებაშიც. თუ ეხლა განსაკუთრებით ვისკიზე ვიტყვი რა, თუ ვისკის კონკრეტული რაღაცა მიზანი გვაქვს და გვინდა რომ მასთან ურთიერთობით ვიწრო წრეში მივიღოთ ის აუცილებელი სიამოვნება, ალბათ მაინც უფრო გამოცდილ ბოთლს ავარჩევდი. მაგრამ თუ ვისკი და საზოგადოება, რომელიც იმ დღეს ვიკრიბებით, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავსინჯოთ სხვადასხვა, ერთმნიშვნელოვნად სხვადასხვა და ღვინოს რაც შეეხება, მაგალითად, აი იგივე ის wine and food pairing-ის ამბავი სანამ დაიწყებოდა კიდე, იმ სახით, როგორც ახლა ბინა 37-ია, მე რამდენიმე წელი დავიწყე ნელ-ნელა ღვინის მოხმარება ერთ კონკრეტულ სუფრასთან, ჯერ ჩამოვთვლიდი რა ღვინოები მინდოდა გამესინჯა და ეს იყო 5-დან 7-მდე სხვადასხვა და მათზე ვაწყვილებდი კერძებს, როდესაც უმეტესწილად საქართველოში მაგალითად არჩეული იყო ერთი სტაბილურად რქაწითელი და რქაწითელთან ერთად მიირთმევდნენ 20 კერძს მაგალითად ესეთი ამბავი დღესაც ხდება სხვათა შორის, მაგრამ ალბათ აი გაჩნია კამერულია სიტუაცია, არ არის კამერული და თვითონ სუფრას გააჩნია. რა თქმა უნდა, კერძებს გააჩნია და pairing-ი ვისთან ერთად რა სიტუაციაში, როგორ ამინდში, რა მოცემულობაში, რა ხანგრძლივობაზე და როგორ არის ეს ყველაფერი
მადლობა, რა ვიცი, ძალიან საინტერესო იყო ზუკას შენი სტუმრობა ჩვენთან. სამწუხაროდ რაღაც დროშიც ცოტა შეზღუდულები ვართ და ძალიან ბევრი კითხვა მინდა კიდე დაგისვა და ძალიან ბევრი და ძალიან სასიამოვნო საუბარი იყო. კი, ალბათ მოგვიწევს კიდე მოგიწევთ, იმიტომ რომ ერთი ეპიზოდი საკმარისი არ აღმოჩნდა თქვენთან სრულად რა მოგვეწურეს ჩვენი შეკითხვები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ერთი რაღაც მინდა აი ბოლოსკენ რო გკითხო. როგორც ვიცი, ამდენი ქვევრი არ ყოფილა არასოდეს და იდეა არ გაგჩენიათ, რომ იქნებ გინესის რეკორდებში ან სადღაც შეგვეტანა მსგავსი რაღაც განაცხადი. გინესის რეკორდების რა გითხრათ, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოში 43 ცალი ქვევრი არსად არ არის სახურავზე და თუნდაც მერვე სართულზე საცხოვრებელ სახლში. კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ეს არც ერთი მათგანი არ არის ბუტაფორიული და არ გამოიყენება მაგალითად იმისთვის, რომ სუფთა მარკეტინგული თვალსაზრისით მაგალითად სხვაგან დამზადებული ღვინო. არა, აქ სრული ციკლი რომ ღვინის წარმოება. დატვირთულია სრულად ჩვენ გვინახავს ბევრჯერ. არის საერთოდ სადმე პრეცედენტი. და მე რამდენადაც ვიცი არსად არ არის. და რაღაცა ეს ინიციატივა ხო არ გავაჟღეროთ. არსად არ არის რა. უნდა დავასრულოთ. ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. მაგრამ მე მაინც რჩება ერთი კითხვა და ეს უნდა დავსვა. მოკლედ, მაგრამ პასუხი შეგიძლია მოკლედ გაგცე, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ. ეს ყველაზე ამის გარეშე არ შეგვიძლია დავასვა. ეს არის ალბათ ყველაზე რთული შეკითხვა. ამაზე პასუხის გაცემა ასე თან მოკლედ ვითხოვ, ხო? მოკლედ, არა. მე მაქვს კონტრწინადადება. გავაკეთოთ ერთი გასვლითი შეხვედრა, როდესაც თქვენ ჩამოყალიბდებით პოდკასტებზე გასვლით შეხვედრებზე. კარგი ამინდი რომ იქნება. მობრძანდით ჩვენს ტერასაზე და თუ გნებავთ ამ კითხვით დავიწყოთ შემდეგი შეხვედრა. იმიტომ რომ შვენიერი. დავიტოვოთ ინტრიგაც, დავიტოვოთ ინტერესიც და მეც კიდევ უფრო მეტად დავფიქრდები. რამდენიმე ვერსიას ახლავე გიპასუხებდით, მაგრამ ძალიან მშრალი იქნება პასუხი და შემდეგი მაშინ ზაფხულში კარგი ამინდი რომ ვეკნება. დავიწყოთ ამ შეკითხვით. ბინა 37 და მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი გელით ბინა 37-დან. კი ბატონო. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ. კეთილი და კარგი საქმისთვის. გაგიმარჯვეთ. წყალი გვისხია, ხო? ჩაი. ნახვამდის. მადლობა ზუკას სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, ვინც გვისმინეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს, ვისთან ერთადაც თითო დრამის დალევა გიხარიათ. დიდი მადლობა. გამშვიდობებით. ნახვამდის. Hi, here we have our bourbon barrels. This is the classic style of cask we have here at Glen Murray. These help to provide a wonderful, rich, sweet vanilla character, hints of citrus, and a little bit of vanilla. Slange.